ნარკოტიკებს ძალიან ბევრი წელი ვერ ვანებებდი მარტო იმიტომ თავს რომ მქონდა აი სასწაულის შიში მქონდა და მეგონა რომ აი მართლა სამყარო დაინგრეოდა ისეთი შიში მქონდა აი აუტანელი გულწრფელი რო ვიყო რომ აი ეს მოლოდინი რა მქონდა რაღაც სასწაულად შფოთს მაძლევდა და რავი აი კარგავდი მოსვენებას რა და შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე არაფერი ისეთი არ ხდება და ეხლა რაღაცას ვიხსენებდი და რავი აი კლინიკაში ნარკოლოგიაში რო ვიწექი აი ის დრო თავიდანვე ისე შევიყვარე რაღაცნაირად იმიტომ რომ თვითონ გადაწყვეტილება შევიყვარე რა რომ აი მართლა რო წვებოდი რაღაცნაირად გასათავისუფლებად ნარკოტიკებისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან შევიყვარე და მე ეს დამეხმარა ანუ იმის თქმა მინდა რომ აი ვიცი რა რასაც გძნობთ აი გულწრფელად მართლა ვიცი რომ აი ეს რაღაცა შიში გაქვთ სასწაული რომ აი მერე რა მოხდება და უბრალოდ აი ერთი მთავარი ნიუანსია რომ აი სწორად დაგეგმეთ ანუ რაღაცნაირად ეს ამის მენეჯმენტი რა რომ აი რაღაცა როდის გააკეთოთ რა ფორმით გააკეთოთ სად გააკეთოთ და რავი აი არაფერი არ ხდება თურმე ისეთი რასაც რა მე პირადად რასაც ველოდებოდი რა და მინდა რომ აი ვინც ეხლა ხართ თუნდაც მაგზაზე და ან რავი რეჰაბებში ხართ კლინიკებში ხართ ან რავი თქვენ ფიქრებთან ხართ მარტო მინდა გითხრათ რომ აი არაფერი საშიში თურმე არ ხდება პირიქით რა ჩემი ცხოვრების ყველა საუკეთესო გადაწყვეტილება არის და მინდა რომ თქვენც ეგრე შეხედოთ ამ გადაწყვეტილებას რომელიც შემდეგ დაგეხმარებათ აი რაღაც мотиваციისთვის და რომელიც გაგიჩენთ მერე ძალას და რავი თავს ძალიან კარგად იგრძნობთ რა და მინდოდა რომ ეს უცებ გამეზიარებინა რომ არაფერი არ მოხდება ნუ ელოდებით რაღაცა ცუდს აი არაფერი არ მოხდება ეს უბრალოდ არის ზუსტად იმ ნარკოტიკის ფიქრები, რომლებშიც გვამყოფებს სამწუხაროდ. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, შეიყვარეთ თქვენი გადაწყვეტილება, სიფხიზლე მინდა გისურვოთ, ძალა და კარგი ენერგია. დიდი პატივისცემით ილარიონი ნახვამდის.